საფრანგეთის შორეულ კუთხეში უზარმაზარ ბუნებრივ ნაკრძალთან ახლოს დგას საკმაოდ მისტიკური მამული. მაღალი ძღის საცხოვრებელი ეს მამული ტრავერსების ოჯახის საყვარელი სახლი იყო. $1815 წელს ფრანგულმა მთავრობამ მათ მეზობელი ბუნებრივი ნაკრძალის მეურვეობა მიანდო, რითაც მათი მაღალი სტატუსი დაადასტურა. მათი სიმდიდრე თაობების განმავლობაში ხარისხიანი ცხენებით ვაჭრობით იზრდებოდა და მათი რეპუტაცია მთელ ევროპაში ვრცელდებოდა. ფილიპი და მარი ამ დიდებული მამულის გული და სული სახლს სიცოცხლითა და სიყვარულით ავსებდნენ. თუმცა 2005 წელს ტრაგიკულმა მოვლენამ მოულოდნელად დაანგრია მათი ჰარმონიული ცხოვრება. მარი ძუძუს კიბოსგან გარდაიცვალა და რამდენიმე თვეში გატეხილი გულით ფილიპიც ამ სამყაროს გამოეთხოვა. ტრავერსების ოჯახის შვილები და შვილიშვილები ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ მამულით დიდ ინტერესს არ იჩენენ. მისი ოდესღაც დიდებული ოთახები და ვრცელი ეზო ნელ-ნელა ბუნებას უბრუნდება, რაც ქმნის მშვიდ ატმოსფეროს, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება მის ცოცხალ წარსულს. მიუხედავად მიტოვებისა, მამული ჩურჩულით ყვება წარსული დიდების ამბებს. დახვეწილი კვეთები, დიდი ბუხარი და მორთული ჭერები თითოეული მოგვითხრობს სიყვარულით სავსე სახლის ისტორიას, თუმცა ეს ამბები მის კედლებშია გაუმწყდეული. მამული მარტო დგას, მისი საიდუმლოებები კი დღითი დღე იზრდება. რატომ ჩამოშორდა ოჯახი ამ დიდებულ სახლს? დღეს ჩვენ შევალთ შიგნით, რათა მოუკვეთმეთ მათი წარსული ცხოვრების დავიწყებულ ისტორიებს. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთ ეპიზოდში Bros of Decay-ზე. დღეს კამერის უკან ვარ მე, ლესლი, არა დენი, არამედ მარტეინი. ჩემი მეგობარი ნიდერლანდებიდან შემომიერთდა და ერთად მოგზაურობთ საფრანგეთში. ვიპოვეთ ტრავერსების ოჯახის სახლი, ფრანგული ოჯახი, რომელიც მე-19 საუკუნეში დასახლდა აქ. ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ შენახულია. ყველა ანტიკვარიატი, ყველა ნივთი უბრალოდ წარმოუდგენელია. მაგრამ სანამ ამ სახლში შევალთ, ერთი რამ მინდა გაჩვენოთ. ეს მანქანაა, რომელიც უკანა ეზოში დგას. ის მთლიანად ბალახშია ჩაფლული, მას შემდეგ რაც ეს ხალხი აქ ცხოვრობდა 2005 წელს. ვაუ, მოვიცოთ ახლოს მივიდეთ, რადგან მგონია აქედან კიდევ უკეთესად დავინახავთ. შეხედე ამას. თეთრი ფორდია. ბრენდი იცი? არა კაცო, ფიესტა თუ რაღაც. გამარჯობა. არ ვიცი, არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. ვაუ, ძალიან ლამაზია. ასე რომ ბუნებამ დაიპკრო. კარგი ძმაო, გაგიშვებ, გააგრძელე სურათების გადაღება. დიდი მადლობა და კამერას მე გადავიბარებ. გაერთე, ხო? აი წავიდა და ეხლა მე შეგიყვანთ ამ შედევრის შიგნით. ძალიან მომწონს ამ ადგილის გარეთა მხარე, აქვს რაღაც ფრანგულ-გერმანული სტილი. ხეშერეულია გვერდებზე შელესილ კედლებში. აშენებულია 1815 წელს. ამ ოჯახის წინაპრების მიერ. ამ ადგილის მთელი უკანა ეზო მთლიანად გადაზრდილია, წვიმა იწყება, ასე რომ ხო, შევიდეთ. თვითონ კიბეც, რომელიც სახლში შედის, უკვე გადაზრდილია. ვაუ, ძალიან მომწონს ეს ფრანგული დარაბები, რომლებიც გარეთ გვაქვს. და აი მივედით უკანა კართან. არა, ან წინა კართან, დარწმუნებული არ ვარ. სადღაც ზარის ღილაკს ვერ ხედავ. ვაუ. ეხლა ძალიან ძლიერად დაიწყო წვიმა, არა უშავს წავიდეთ. ძალიან ნისლიანი და ბურუსიანი დილა აქ საფრანგეთში. და აი შევდივართ ამ ულამაზეს მიტოვებულში. სასახლეში დერეფანი, აქ ჩამოპიდებული ფარნები, უბრალოდ საოცარი ადგილია. უკვე შეგიძლიათ ნახოთ ნახატები, რომლებიც აქ არის შექმნილი.
კედლის გვერდით. და პატარა ჰოლი, სადაც ფილიპე და მარი ოჯახის მფლობელები. კიდებენ თავიანთ პალტოებს, როცა გარეთ გადიან. ამ ხალხს ორი შვილი ყავდა, მაგრამ ბავშვების სახელები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნება მომეცით, ეხლა მოგესალმოთ. ამ ადგილის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოთახში, სასადილო სივრცეში, ძალიან ტიპური ფრანგული დიზაინია, რაც ამ ოთახში მაშინვე ჩანს. ეს ძალიან მომწონს. ეს ადგილი სახლში და აქ შეგიძლიათ ნახოთ. ის ლამაზი დიზაინი ჭერზეც ბრუნდება ხის სამუშაოებით და ღიად დატოვებული კოჭებით. ვაუ. და აქვე ჩვენს წინ გვაქვს ერთ-ერთი პირველი ანტიკვარული ნივთი, რომელიც ამ სახლში დარჩა და არც თუ უმნიშვნელო. შეხერეთ ამ კარადაში ამოჭრილ სახეებს. ლამაზი, ძალიან ლამაზი. სტატუეტები. როგორ შეიძლება ასეთი რამ დატოვო? ყველა ჭიქა, ყველა ფინჯანი და თეფში ისევ იქაა. ნახე რა საინტერესოდ არის ისინი ნაკვეთი და დიზაინით გაფორმებული. Ford მოდელი T, ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელიც ოდესმე დამზადებულა ამერიკული წარმოების მანქანა. აქვეა სასწორი და ყველაფერი დანარჩენიც ისევ აქ არის დარჩენილი. და კიდევ ერთი რამ, რაც ამ ოთახში ჩემმა ინტერესმა გამოიწვია, ის არის, რომ ბატონი ფილიპის იარაღი ისევ ამ ოთახშია დარჩენილი. ბატონი ფილიპი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მაგრამ ასევე მისი წინაპრებიც, რადგან ისინი ფრანგმა მთავრობამ მოიწვია, რომ ამ მიწაზე ეცხოვრათ და მის გარშემო არსებული ნაკრძალი დაეცვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ნაკრძალის დაცვა ნიშნავს ასევე გადაჭარბებული მოსახლეობისგან დაცვას, ასე რომ ალბათ აქ ნადირობდნენ კიდეც და ეს ერთ-ერთი სანადირო თოფია, რომელიც ამ სახლშია დარჩენილი. წარმოუდგენელია მის გაფიქრებაც. იარაღები მიტოვებულ ადგილებში რჩება, ეს კი მართლაც ლამაზია. ვაუ. მოდით ლამაზად დავაბრუნოთ აქ, მაბიდაზე. მოდით ისევ გადავატრიალოთ კამერა. ძალიან მომწონს ის ლიქიორების გამოფენა, რომლებიც ჯერ კიდევ მაგიდაზეა დარჩენილი. ეს ბოთლი აქამდე უკვე მინახავს, ალბათ შიგნით გამოხდილი წყალია. ეს ამერიკული ბრენდია, რომელიც ასეთ ბოთლებს ავრცელებდა. ზოგჯერ შიგნით წნევაც კი რჩება. ამაში წნევა აღარ არის, მაგრამ წყალს ასხამდნენ ასეთ ბოთლებში. აქაც კი ჯერ კიდევ ლიქიორია დარჩენილი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. აქ ცხოვრობდა 4 წევრისგან შემდგარი ოჯახი: დედა, მამა, ვაჟი და ქალიშვილი. ისინი ყველა ერთად ისხდნენ ამ ლამაზ მაგიდასთან და სიამოვნებით მიირთმევდნენ კარგ საჭმელს. ზემოთ არის ლამაზი ხის ფარანი და შემდეგ შეგვიძლია გვერდებზე გადავინაცვლოთ. აქ არის პატარა ყავის მაგიდა იმ დროებისთვის, როცა დიდ მაგიდასთან ჯდომა არ გსურდათ. მიყვარს ბატლერის ქანდაკება, რომელიც აგდვას. ეს იყო არისტოკრატული ოჯახი, ასე რომ დიდი ალბათობით მათ სახლში მსახურები და ბატლერებიც ყავდათ. აქ ჯერ კიდევ დგას კონიაკის ჭიქა, ალბათ ერთ-ერთი ბოლო, საიდანაც ფილიპემ მოსვა. ლამაზი. აქ ანტიკური ნივთია, ბევრი ორნამენტი და წვრილმანი. ჯერ კიდევ იქაა. შეგიძლია რაღაც დაინახო. დამზადებულია ფოთლებისგან სოფი ტრავერსი. სოფი შეიძლება სოფი იყო ერთ-ერთი შვილიშვილი. ლამაზი რამ, რაც მან ფოთლებით გააკეთა. სოფი ტრავერსი. ვაუ, ეს სახელი აქამდე სახლში არ მომისმენია. აქ ზემოთ გვაქვს ეს შესანიშნავი საათის ციფერბლატი, რომელიც ჯერ კიდევ სრულიად უცვლელია და ხელუხლებელი. მასზე წერია RA. და ასევე ეს თოჯინაც აქ ქვემოთ. ვაუ. ეს ძალიან ლამაზია. შეიძლება იმ დროის ბავშვების სათამაშო იყოს, მაგრამ ასევე ჩანს, რომ საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთია. რაღაც გადმოვარდა, მგონი ეს აქეთ ხარ ესე კიდე, აი ესე, მაგრამ ეხლა აღარ.
არა, აღარ მუშაობს. ისევ აქ დავაბრუნებ. აქ ყველგან ესეთი ნახატებია, თითქოს პატარა გობელენებია გაკეთებული. ეხლა აქ ოთახის ბოლოში ბატლერის სეტლიც გვაქვს, შიგნით ყველა ალკოჰოლური სასმელი ისევ დევს. ვაუ, საოცარია, მართლა მომწონს ეს სტილი და დიზაინი. ამასაც ხოთლები ნელ-ნელა სახლში აღწევს. აქ კედელზე არსებული გობელენებით შესანიშნავია და რაც მართვას ასაციოდ მეჩვენება ეს ბიუსტია, რომელიც კუთხეში დგას და ზემოდან კი ინდური ფიგურაა, როგორც ხედავთ, ხელიც ჩანს აქ. ამ სახლს ინდურ მამულს ეძახიან და შემიძლია დავეთანხმო, ხედავ რატომაც, მაგრამ არ ვიცი რა კავშირი აქვს ამას ოჯახთან. რა თქმა უნდა, ფილიპე იყო ადამიანი, რომელიც ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში დიპლომატიური მიზნებისთვის და ასევე მთავრობისთვისთვის. მაგრამ კი საინტერესოა. და გვაქვს შესანიშნავი ბუხარი, ლურჯი აქცენტებით გარშემო, ხის კვეთები, ულამაზესი სინამუშევარია. ზემოთ ოქროსფრად დაფარული სარკე. ძალიან ტიპური ფრანგული სარკეა. ესეთ მამულებში ამას ხშირად ნახავ. ქანდაკება ეს ქალბატონი, ეს ბებია და ბაბუა. და შემდეგ საათის ციფერბლატი. ესენი, როგორც წესი, ძალიან მძიმეებია. ეს კონკრეტული არც ისე მძიმეა, მაგრამ მთლიანად მარმარივოსგანაა დამზადებული. ლოცვის ნძივები გვერდით. მოდის ბუხარსაც გადავხედოთ. ვაუ. ამ ბუხარში არის ირემი, რომელიც თუჯით არის გაკეთებული, უკან დამცავი ფირფიტაა, აქვე დგას ქვაბიც, შიგნით კი დარჩენილია ბოლო საჭმის ნარჩენები, რომელიც ფილიპემ აქ-ჭამა. რა ოთახია. სანამ აქედან გავალთ, კიდევ ერთხელ მთლიანად გადაგახედებთ. სრულიად საოცარია. და შემდეგ სასადილო სივრციდან შეგვიძლია კიდევ უფრო უკან დერეფანში გავიდეთ. ძალიან საინტერესოა, რადგან აქ არის კარი, რომელიც გარეთ გაგიყვანს და პირდაპირ მის მოპირდაპირედ გვაქვს სამზარეულო, სადაც მუცლები იუსებოდა, სადაც მსახურები ან დედა ან მამა ანზადებდნენ საჭმელს. ყველაფერი, როგორც ხედავთ, ამ სამზარეულოში ჯერ კიდევ ძალიან კარგადაა შენახული. აქ არის ამაღლებული ბარი, სადაც დილით საუზმობდნენ. ზოგიერთი შობის სათამაშოც კიდევ დარჩენილია, ეს არ ნიშნავს, რომ ადგილი შობის პერიოდში მიატოვეს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჭიქები და ყველაფერი დანარჩენი. ვაუ. საკმაოდ უნიკალური სამზარეულოა, შეხედეთ, კუთხეში მაცივარია და რა თქმა უნდა, ტრადიციის მიხედვით ყოველთვის ხსნით მაცივარს. საბედნიეროდ შიგნით არაფერი დევს. ის სუნი, რაც იქიდან მოდის, საშინელია. კედელზე ლამაზი გობელენია, რომელიც ძველ ფრანგულ ცხოვრებას ასახავს. ამ შემთხვევაში სამზარეულოს შიგნით. როტორი, უკაცრავად ბლენდერის როტორი. ბლენდერი მშვენიერი სახელია ბლენდერისთვის უნდა ვთქვა და როგორც ჩანს, სახლში ვიღაცა დიდი მანქანის მოყვარული იყო. შესანიშნავი ვაკანსიები 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე 2004 წელს. ეს 1 წლით ადრეა, ვიდრე სახლი მიტოვებული გახდა. ალბათ ფილიპე ძალიან უყვარდა ამ ყველაფრის დათვალიერება, ალბათ დიდი მანქანის მოყვარულიც იყო. ისინი კეთილშობილები იყვნენ, ჰქონდათ ფული ამ მანქანების შესაძენად და ალბათ ძალიანაც სიამოვნებდათ მათი ფლობა. ვაუ. ყოველთვის უცნაურად მეჩვენება, როცა ადამიანები სარეცხ მანქანას სამზარეულოში დგამენ. ბელგიაში ამას არასდროს ვაკეთებთ, მაგრამ ხედავ ზოგ ქვეყანაში ასე ნამდვილად აკეთებენ. ამ სამზარეულოში ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა დარჩენილი. ყველა თეფში, ყველა ჯიქა, დანებიც კი ბლოკებშია ჩაწყობილი. ვაუ. შეხედე ამას. აქ გვაქვს რაღაც საათის, კალენდრის და ტაიმერის მსგავსი მოწყობილობა, როგორც ხედავთ.
ეს ჯერ კიდევ მუშაობს? და აქ არის გამწოვი, ქვემოთ კი სამზარეულოს ქურებია. Crème de café mati espresso mankana. და კიდევ ბევრი რამ დარჩენილია, მაგალითად მთელი ჭურჭელი ისევ აქ ზევით დევს. ავტომობილის გადასახადი. ეს ცოტა ემბლემა, რომელსაც თქვენს მანქანაზე მიამაგრებდით და ეს მიუთითებდა, რომ გადასახადი გადახდილი გაქვთ და აქ არის ბილეთი ბატონ ფილიპ ტრავერის სახელზე 1999 წლიდან. ლამაზი სამზარეულო, ყველაფერი, მთელი ჭურჭელელი, ყველაფერი აქ არის დატოვებული. და კიდევ პატარა ჭაღიც. ზემოთაც აქვე. მიყვარს ღუმელი, რომელიც კუთხეში გვაქვს აქაც. ძალიან ლამაზია. კარგი. აქედანაც შეგვიძლია სარდაფში ჩასვლა. მოდი ჯერ გიჩვენებთ ამ ნამუშევარს, რომელიც აქ გვაქვს, ცოტა უფრო დეტალურად. როგორც ჩანს, ეს სახლის მაცხოვრებელმა თავად დახატა. ფრანგულ ლანდშაფტს ასახავს, შემდეგ კი შეგვიძლია აქეთაც წავიდეთ. აქ კუთხეში ორი ტელევიზორია დადგმული, ალბათ ისინია, რომლებსაც სახლში აღარ იყენებდნენ. აქაც კი ალკოჰოლის ბოთლია დატოვებული. ვაუ, ეს ძველია. საინტერესოა, რომ ამ სახლში ელექტროენერგია გამორთულია. მოდით ნახოთ სარდაფში რა დაგხვდება, რას ვიპოვით შიგნით. ხედავ სკუტერს ან რაღაცას, რაც იქ დგას, მაგრამ ჯერ ორი ველოსიპედია. აქ სარდაფის ამ კუთხეში არის ლურჯი და წითელი ველოსიპედი, ძალიან ლამაზები არიან. განსაკუთრებით აქ ტყეში ამ ტერიტორიაზე ვფიქრობ, ფილიპე, მარი და ბავშვები ამ ველოსიპედებით აქ იuliდნენ. ეს მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. სკუტერი და მოტოციკლეტი ჯერ კიდევ სარდაფში დგას. ვაუ, ეს მართლაც საოცარია. ეს კაშკაშა ლურჯი სკუტერი, რომელიც აქ გვაქვს. ასეთი მეც ვქონდა, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, დაახლოებით 16 წლის ასაკში. ყოველთვის ასეთ მოტოციკლეტზე ვჯდებოდი და სკოლაში მივდიოდი. და ეხლა გვაქვს ეს Yamaha-ს ველოსიპედი, გასაღებიც კი ჯერ კიდევ ჩასმულია ანთებაში, მგონი ბატარეა აღარ მუშაობს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ახალ ბატარეას თუ ჩაუყენებდი, პირდაპირ წავიყვანდი. აი ესე უცნაურად და მივიწყებულად არიან ეს ადგილები და აქ დარჩენილი ნივთები. ვაუ, აქ ქვემოთ პატარა სავარჯიშო სივრცეც ჰქონდა, შეგიძლიათ ნახოთ, რომ სავარჯიშო ინვენტარი ჯერ კიდევ აქ არის დარჩენილი, ეს პრესები, ეს bench პრესები, კუთხეში კიდევ ერთი დავინახე და მთლიანად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზიც. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს მისი პირადი სივრცე იყო, ბალახის საკრეჭი მანქანაც კი და ყველაფერი აქ არის დარჩენილი. ვაუ. სულიერ ახალი ახალი საოცარი. ეხლა დროა ავიდეთ ზემოთ, სახლის ზედა სართულებზე. საკმაოდ აღფრთოვანებული ვარ, რომ ნახო იქაურობა. უკვე შეგიძლიათ დაინახოთ პატარა სათამაშო კიბეზე, ალბათ შვილიშვილებისგან, რომლებიც ადრე სტუმრობდნენ მარიეს, როცა ის ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდა. აქ კიდევ ერთი სათამაშოა და ასევე მეტი საშობაო დეკორაციაც. მათ კიბეც კი გააფორმეს, აქ ეს მშვენიერი მცენარე დგას კუთხეში. ქვემოთ პატარა გედი დგას. აქ ასევე რაღაცნაირი ჩართულობაა. ეს იყო მათი სველი წერტილი. ვაუ.
ყველა მათი სამედიცინო საშუალება, ყველა კბილის პასტა და ჯაგრისი ჯერ კიდევ იქაა, ეს საოცარია. და ამავდროულად შემეძლო ამ ადგილის უკანა ეზოც დამენახა, ის შესანიშნავი უკანა ეზო. მარია სუნამოს ბოთლებიც კი და ყველაფერი აქ დგას. ეს სუნამოა თუ ალკოჰოლია, არ ვიცი. შეხედე იმ ოქროს ემბლემას. ეს რაღაცა შხაპის გელია, რაღაცა მსგავსი. ვაუ. ჩვენი ყველა სავარცხელი და ყველაფერი კიდევ აქ არის. კარგი. აქ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ, აქ ზედა სართულებზე ცოტა არეული იყო, განსაკუთრებით ამ დერეფნის ნაწილი. ხედავ ტელევიზორს, რომელიც იქ დგას, კომოდი აქ დგას, ბევრი რამ არის მიმოფანტული, მაგრამ თვალის კუთხეში რაღაცას ვამჩნევ, რაც ძალიან მაინტერესებს. ვაუ, შეხედეთ ამას, მშვენიერი გამოსახულებაა. და ქალი, რომელსაც ამ სურათზე ხედავთ, არის მარი. ამ ადგილის მფლობელია და ესენი გავს იმ შვილიშვილებს, რომლებიც ქვემოთ ვნახეთ. ეს არის 1980-იანი წლიდან და წერია, რომ ეს არის გერალტი, რომელსაც აქ სურათზე ხედავთ და გადაღებულია მარტში, მორფეუსში. ვაუ, პოლაროიდის სურათი. და მგონია, რომ ეს ორი, რომლებიც აქ ყავს, მოდი ვნახოთ თუ სურათში მოვიყვან, ესენი არიან ოჯახის და ან ქალიშვილი და ვაჟიშვილი. ეს გადაღებულია 2005 წელს. მიყვარს ემბლემა, რომელიც აქაც გვაქვს. შეხედეთ, როგორც ხედან აქ მაგიდასთან ქალიშვილი და ეს კაცი, რომელსაც აქ ხედავთ. ეს იყო ამ ადგილის მფლობელი, ფილიპი. შვილიშვილების პატარა ნახატი. აქ ამ კარადაში მართლაც ძალიან ბევრი რამ არის დატოვებული. შეხედეთ, კიდევ ერთი სურათი გვაქვს აქ. და ესეც ძალიან მაინტერესებს, რაღაც კალენდრის მსგავსი ჩანს. სწავლობენ მარტის თვეებს, ვენდრედი, სამედი, დიმანშე, ანუ კვირა, შაბათი, პარასკევი, ხუთშაბათი და ოთხშაბათი, სამშაბათი და ორშაბათი. შემდეგ შეგიძლია თვეების დღეები გადაადგილო, რომ ნახო რომელი დღე ემთხვევა რომელს. ან რაღაც მსგავსი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. აქ კიდევ ბევრი წერილი და სხვა რამეა დარჩენილი. მოდი ამასაც გადავხედოთ, რადგან ფოტოალბომებს გავს. შეხედეთ, ოჯახის ყველა ფოტო აქ არის დარჩენილი. ეს ფოტოები სახლში არ არის გადაღებული, სხვაგანაა გადაღებული. ამ ადგილებში ყოველთვის ძალიან ბევრი ფოტო რჩება, რაც ჩემი აზრით საკმაოდ სამწუხაროა. კარგი, ეხლა ავიდეთ ზედა სართულის პირველ ოთახში. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი საძინებელი. 64-ის საწოლით, როგორც კი შემოხვალთ, მაშინვე დაინახავთ. ვაუ, რა მშვენიერი და შესანიშნავი საძინებელია. ვფიქრობ, ამ საძინებელს მარი და ფილიპე თავიანთ ადრეულ წლებში იყენებდნენ, როცა ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდნენ. მოდით ჯერ ამ სადგამს გადავხედოთ, სანამ წინ წავიდოდეთ. ძალიან მომწონს ეს ვაზა, რომელიც ზემოდან დევს. აქვე რამდენიმე წიგნია, მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღეში. ტიპური ფრანგული წიგნი, ძალიან ლამაზად გაფორმებული. აქვე პატარა ბიუსტი დგას. მას თანხმობა ჰქონდა. ხის კვეთა, აქ ქვემოთ ბევრი წვრილმანი ნივთია. მიყვარს ეს ძალიან ლამაზი მინის ნამუშევარია. ყველა ეხლა უბრალოდ დააფასეთ ეს საწოლი ერთი წუთით. ადრე მას გარშემო ფარდებიც ექნებოდა, ალბათ საოცარი იყო მათთვის აგძილი. წარმოუდგენელია, რომ მიტოვებიდან 18 წლის შემდეგ, თითქმის 2000 წლეულის შემდეგ, ის ისევ აქ დგას. მომწონს, როგორ იძურება ნელ-ნელა შპალერი გვერდით და აჩენს ღია აგურს. ამ ადგილს
ეს იყო მისის მარიეს ტუალეტის მაგიდა, სადაც დილაობით ილამაზებდა თავს. ვაუ. ძულს, რომ სკამი ასე დგას კუთხეში, ისევ სიცოცხლეს შევძენ მას. ეს იყო მისი სკამი, სადაც ის ჯდებოდა. აქვე გვერდით პატარა ფეხის დასადებიც ჰქონდა ლამაზი გადასაფარებლით. ალბათ აქ აწყობდა ფეხებს, როცა დილაობით თავს ილამაზებდა. მიყვარს ეს წითელი სკამი, რომელიც აქ გვაქვს, ძალიან ფრანგულია. ესეთი სკამები ბევრ მიტოვებულ მამულსა და სასახლეში შემხვედრია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ტუალეტის მაგიდა ჩემი აზრით ძალიან უნიკალურია. ულამაზესი ხის კვეთებია და ძალიან განსხვავებული სტილი აქვს. მსგავსი რამ აქამდე არსად მინახავს. ჩემი აზრით აბსოლუტურად ულამაზესია. მიყვარს ეს ქანდაკება, აქ ზემოთაც გვაქვს ლომის ბრინჯაოს ქანდაკება. კურძენი ჩასმულია აქ ზემოთ სარკეში. პასტელის სკამი, ბეჟი გადასაფარებლით სკამი, ასევე აქვთ ეს სარკე, რომელიც დგას ოთახის ბოლოში. ხო, აქ არის კიდევ ერთი ინდოელი კაცის ქანდაკება. გადაადგილეს აქედან. საწოლის თეთრეული, ყველაფერი ჯერ კიდევ იქ ინახება. ბუსტი მის გვერდით იდგა და ასევე ჰქონდათ ასეთი ჭადრაკის ნაკრები. აქ ოთახის კუთხეში ეს ნამდვილი იარაღი არ არის, ეს ბავშვების იარაღია, მაგრამ აქ ასევე შეეძლოთ ჭადრაკის თამაში. ორი სკამი დაედგათ გარშემო და შესანიშნავად გაეტარებინათ დრო თამაში. შეხედეთ ამ სკამს კუთხეში, ყველას გეუბნებით, ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული სკამია, რაც კი ოდესმე მინახავს. სასახლეში თუ მამულში მნიშვნელობა არ აქვს. მართლა ძალიან ლამაზი ანტიკური სკამია, ალბათ ძალიან ძვირი ღირდა და მისი დამზადება ხელოსნისთვის და ოსტატებისთვის დიდი გამოწვევა იყო. იმ დროს. ზედა ნაწილში სრული გერბიც კი აქვს. ეს სკამი არ უნდა იყოს ამ მიტოვებულ სახლში. ზედა ნაწილში დიდი ბალიშიც დევს. რაც საშუალებას მოგცემთ კარგად დაათვალიეროთ ეს ძალიან ლამაზი ანტიკური ნივთი. მოდით ყველაფერი ისე დავაბრუნოთ, როგორც ვიპოვეთ. რა ოთახია, ყველას გეუბნებით, რა ოთახია, წავიდეთ უფრო შორს. შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ოთახში, რომელიც პირდაპირ საძინებლის გვერდითაა. და ეს ოთახი ძალიან დაუმთავრებლად გამოიყურება. ალბათ სახლის გადაკეთებას ან რემონტს აპირებდნენ, მაგრამ თავიანთ ეპოქაში დასრულება ვერ მოასწრეს. ასევე ძალიან სავსე ოთახია. სავარჯიშო მოწყობილობების ნაწილები, გიტარა, დივანი. აქ ყველაფერი ისევ ადგილზეა, ღმერთო. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ოთახში რაიმე საინტერესო ვიპოვოთ. პირველი, რაც მართლა იპყრობს ჩემს ყურადღებას, ეს ცხენოსნობის ქუდია, რომელიც აქ გვაქვს. და ეს ნახატი, სადაც ცხენებია მინდორზე, ალბათ ამ ბუნების პარკში. მაგრამ რაც მის უკან ჩანს, ისიც ძალიან საინტერესოა. შეხედეთ ამას. ეს სახლის გარეთაა, მეგობრებო, და მინდორზე მის გვერდით ცხენები დგანან იმ დროს, როცა ეს ადგილი ჯერ კიდევ გამოიყენებოდა. სახლი კი უკან მდებარე წყლებს ირეკლავს. ულამაზესია. ბატონი ფილიპეს სათვალეებიც აქვედევს. გასაოცარია, ზუსტად ასეთი CD ფლეერი მქონდა, როგორც მათ ჰქონდათ. კარგი, ვნახოთ ამ ოთახის ამ მხარეს რა გვაქვს.
ეს ძალიან ლამაზია, შეხედე ამას. ეს კიდევ ერთი რამეა, რომელიც სოფიემ მისმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა გააკეთა. მან ბევრი რამ შექმნა, ალბათ მაშინვე უნდოდა მხატვარი გამხდარიყო. აქ კი სახლის მშვენიერი გამოსახულებაა, ძალიან მომწონს ამ ადგილის სტილი. ეს კი 1815 წლით თარიღდება, როცა ეს ადგილი აშენდა. აქ მას სასახლესაც კი უწოდებენ, არა მხოლოდ მამულს, ასე რომ სინამდვილეში ამ ადგილს სასახლესაც უწოდებდნენ, ასე ეძახდნენ მაშინ. რამე გადმოვარდა, ლამაზი მცენარეა კუთხეში. და გვაქვს პატარა სათამაშო მანქანა ჯერ კიდევ შეფუთვაში. და კიდევ ერთი, ის მშვენიერი ფოტოალბომები. ღმერთო ჩემო, ეს შობის დროსაა გადაღებული, ყველანი შეხედეთ ამას, აქ შობის ვახშამს ერთად ატარებენ, ვაუ. ეს მშვენიერია. აქაც კი წელია ნოელი, შობა 2003 წელს. ყველა სურათი ჯერ კიდევ შიგნითაა. ყველა ბავშვის სათამაშოც აქვეა დარჩენილი, შენ. შეგიძლია ნახო ლეგორითაც ადრე თამაშობდნენ, ვაუ. ყველაფერი შვილიშვილებისგან აქ არის დარჩენილი. შვილიშვილები ახლა ალბათ მოზარდობის ასაკში არიან და ახლობით 20 წლამდე იქნებიან. და ყოველთვის მაოცებს ამ ყველაფრის ნახვა ასეთ ადგილებში. რატომ არ დაბრუნდნენ და არაფერი წაიღეს აქედან? კარგი, ამ ოთახში სხვა არაფერია საინტერესო გარდა ამ წონებისა. ფილიპე ალბათ ძალიან ძლიერი იყო მაშინ. აქ არის კიდევ ერთი კიბე, რომელიც კიდევ უფრო შიგნით შეგვიყვანს სახლში. და აქ კიდევ უფრო მეტი დაუსრულებელი ნაწილია. კედლები მხოლოდ შელესილია, მაგრამ არასდროს შეღებილა. ძალიან უშნო დერეფანია. ჩემი აზრით, ნახოთ ეს თუ იღება. აღარ იღება. არ ვიცი ამ კარის უკან რა არის. აქედან შეგვიძლია გადავიდეთ სახლის შემდეგ სართულზე. ზედა სართულებზე დგას დივანიც კი. ნახეთ რა გვაქვს ამ ოთახში. ძალიან ბევრი ფრინველის განავალია. გონია რომ ამ სახლის ამ ნაწილში ზოგიერთი ფრინველი ცხოვრობს. ღმერთო აქ სუნის დგას. დიდხანს არ დავჩები აქ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ბავშვის საწოლია. როგორც ხედავთ, ალბათ შვილიშვილებისთვისაც იყო შემდეგში. აქ ეძინათ ხოლმე. კაბაც კი აქ არის. შეიძლება ეს ჩვენი საყვარელი სოფის ოთახი იყო, რომელმაც ის ნახატები და ლამაზი ხელოვნების ნიმუშები დატოვა. ბებიასა და ბაბუასთვის. ვაუ, ყველაფერი ისევ აქ არის. ესენი ანიმეს გავს. წიგნები, რომლებსაც ადრე კითხულობდა, იცი, ანიმე წიგნები. საოცარია, როგორც ხედავ, დიდი გულშემატკივარი იყო, წლების განმავლობაში აგროვებდა ამათ. ზემოთ თასიც კიდევს მე. მიყვარს ამ ოთახში არსებული ყველა იაპონური ნივთი. აქ კარადაში ჯერ კიდევ ყველა ტანსაცმელია და ეს ტანსაცმელი მარის ან ფილიპეს ეკუთვნის, არა სოფის. ისინი უფრო ზრდასრუის ტანსაცმელს გავს ვიდრე ბავშვისას. აქ პატარა საძარის სეკრეტერია. სოფია გაკეთებდა თავის ყველა სასკოლო დავალებას, ყველაფერი რასაც იყენებდა ჯერ კიდევ აქ არის. ვაუ. კარგი, დიდხანს არ დავჩები ამ ოთახის გარეთ. აქ ზემოთ მან სარდაც ჰქონდათ, მაგრამ არაფერია საინტერესო. სიცოცხლის რის გადარხირს. კარგი. აჰა, აქ ოთახის კუთხეში დერეფანში ასევე აქვთ ეს ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მთელ სახლში იქნება გამოფენილი. ეს პატარა ხის ნაკეთობები, ეს მანქანები.
აჰა, ეს ძალიან საინტერესო საძინებელია, შეხედეთ ამას. ეს ასევე ბავშვების საძინებელია. ნახეთ, ზემოთ ორსართულიანი საძოლია, ხოლო ქვემოთ ლურჯი რბილი საძოლია. მართლა მომწონს. ეს მოწყობა აქ ძალიან მომწონს, ასე რომ ალბათ ყველა შვილიშვილი ამ სახლის ზედა სართულებზე დაიძინებდა, შეიძლება ორნი ამ ოთახში და კიდევ ერთი სხვა ოთახში, როგორც ხედავთ. ხოლო ფილიპე და მარი ქვედა სართულზე, 64-ის საძინებელში დაიძინებდნენ. მაგრამ შეხედეთ, აქ პირდაპირ მოათავსეს რბილი საძოლი, ერთ-ერთი უნიკალური ფრანგული სტილის საძოლი ამ ოთახში, სპეციალურად შვილიშვილებისთვის. ორი თოჯინა ისევ საძოლზე წევს, ისევ იმ დროიდან დარჩენილია და პატარა ნათურაც კი დგას მის გვერდით. საოცარია. აქ ოთახის კუთხეში გვაქვს აკვარიუმი, რომელიც მთლიანად სავსეა თოჯინებითა და რბილი სათამაშოებით. ყველა სათამაშო ისევ უჯრებშია შენახული, ყველა დისტანციური მართვის მანქანა, ალბათ იმ ბიჭის, ვინც აქ იძინებდა. სათამაშოებით სავსეა, ეს ყოველთვის ძალიან წყინს, როცა ესეთ ოთახს ვხედავ, ბავშვების ოთახს, სადაც ყველა სათამაშო და ყველა მოგონება ისევ შიგნითაა, მაგრამ შემდეგ მიტოვებულია და ძალიან სევდიანი გრძნობაა, როცა ასეთ ოთახში დგახარ. კედლებზეც კი ყველა პოსტერი ისევ დარჩენილია და დავიწყებული. მიყვარს ეს პატარა ნათურა აქ კუთხეში რაღაცნაირად. ალბათ ძალიან ძვირად ღირებული ანტიკური ნივთია. აქ კიდევ ძალიან ბევრი რამ დარჩა და ეს ერთადერთი ტელევიზორია, რომელიც სახლში ვნახეთ. მისაღებ ოთახში არ იყო, არა მართლა, ეს არის ერთადერთი ტელევიზორი მთელ ამ სახლში, ხლში. ამ ხალხს ნამდვილად უყვარდა ტელევიზორის ყურება, ალბათ ბავშვებისთვისაც. ლამპარი, ვაუ. შემდეგ დიდი დივანი. ბავშვები ადრე მასზე ისვენებდნენ. და კიდევ უფრო მეტი პოსტერი აქ არის, აგრეთვე სწრაფად შეგახედებთ ამ მეორე ფანჯრიდან. ველებზე. სახლს იქ იდგნენ ყველა ცხოველი. ვაუ. ლამაზია აქ. მოდი დავხუროთ. სამშვენიერი ადგილი გადავირეთ ახლახან. ფილიპესა და მარის ტრავერსების ოჯახის სახლი. მართლა ძალიან მომეწონა ამ სახლში სიარული, ანტიკვარიატების, სურათების, მოგონებებისა და ყველაფრის ნახვა, რაც აქ დარჩა. იმედი მოქვს, კარგი ცხოვრება გქონდათ. მათ სახლს რომ უყურებ, ნამდვილად ასე იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, თუ ახალი ხართ აქ და დაწერეთ სასიამოვნო კომენტარი კომენტარების სექციაში. აღწერაში ასევე არის მული Patreon-ზე, სადაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიოთ არხს, დაგვეხმაროთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში და ამ საოცარი ადგილების გადაღებაში. ფილიპე, მარი, ბავშვები და ყველა, ვინც აქ ცხოვრობდა, დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ყველას ყურებისთვის. ძალიან მიყვარხართ და მომავალ კვირას შევხვდებით. ნახვამდის.